მეგობრებო, ესეც საერთო გაშლას გთავაზობთ ახლა, გიკეთებთ. თემა არის არაფერი, რა უნდა იცოდეთ ახლა. ის რასაც გვეტყვის კარტი, მოგცემს საშუალებას და მოგცემს დრო. გეტყვით რა უნდა იცოდეთ ახლა. ყველა ვარიანტი უყურეთ ბოლომდე, შესაძლებელია მაინც მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ის რაც უნდა იცოდეთ, თუ ეს კონკრეტულად ეს გაშლა არ ემთხვევა, გადადით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლებს გადაავლეთ თვალი, რომელიმე ამოარჩიეთ თქვენი სასურველი თემატიკა. ლაიკები არ დაგეზაროთ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ენერგოცვლისთვის აუცილებელია. იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად კონკრეტულად თქვენზე ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ ახლა, რას გრძნობთ ახლა, რას რეზონირებთ, ვინ ხართ საერთოდ. თასის პაჟი კი ამოვიდა, პატარა ბავშვის ენერგია, შესაძლებელია შვილზე ემოციური ფონი გაქვთ, რაღაცნაირად ორიან პენტაკლით ცდილობთ თქვენი სამუშაო და შვილის რეჟიმი მოარგოთ ერთმანეთს, თქვენი ცხოვრებისეული რიტმი, ბავშვთან მიმართებაში სწავლა იქნება ეს ცეკვაზე ტარება, ცურვაზე ტარება, ფეხბურთზე ტარება, არ ვიცი, ბალეტზე ტარება, ყველას თქვენი გაქვთ. მოკლედ, ბავშვის რეჟიმს შეუწყოთ თქვენი ცხოვრებისეული რიტმი, თავისუფალი დრო გამონახოთ ბევრი შვილთან მიმართებაში, არის ნაწილი ასეთი ადამიანების და ასე ვთქვათ, გადართული ხართ სიყვარულის და სითბო მაქსიმალურად რომ ჩადოთ თქვენი შვილის ენერგიებში, იმისთვის რომ რო გაიზრდება მაქსიმალურად ჩამოყალიბებული ადამიანი იყოს, კარგი პროფესიონალი იყოს, ხელოვანი იყოს, მოცეკვავე მომღერალი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი არის ის, რომ პატარა ნაწილია ეს ამ მომენტისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ბევრი ხართ მაყურებელი და ლაიკები მინიმალურია და გააქტიურდით, გთხოვთ ლაიკების მხრივ. მეორე ნაწილია ასეთი, რომელიც შვილზე ოცნებობთ, შვილის ენერგეტიკა გაქვთ და გაქვთ არჩევანი, აიყვანოთ შვილი თუ განაგრძოთ მკურნალობა, თუ მკურნალობის რეჟიმი უკვე დაწყებული გაქვთ, ამასთან დაკავშირებით ფიქრობთ, აქვს თუ არა აზრი, მოკლედ ორჭაფობაში ხართ, აქვს თუ არა აზრი იმას, რომ განაგრძოთ აი ამ მკურნალობის რეჟიმი და რაღაცა ესეთ რეჟიმში იყოთ, რომელსაც ექიმი დაგინიშნავთ, თუ უბრალოდ იფიქროთ იმაზე, რომ უკვე, არ ვიცი, შვილი აიყვანოთ, თქვენი სიტყვაზე მომდის ასეთი ინფორმაცია და თქვენი პარტნიორისგან, რომელსაც შესაძლებელია ყავს თავისი ცალკე შვილები, მათ გაუწიოთ, ასე ვთქვათ, დედობა, მამობა, გაშლა არის ორივეს გესწრის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, მაგრამ აი ეს თემატიკა, რომ სხვის შვილებს, სხვის ბჭყალებში უხეშად გამომდის ნათქვამი, მაგრამ ესეა მაინც იყოთ მშობელი, ცოტა რთული გადასატანია ეს ფსიქოლოგიურად ეს მომენტი თქვენთვის, მაგრამ ორჭოფობთ, განიხილავთ იმასაც და იმასაც, ამ რეჟიმში ხართ. რაღაც ნაწილი, მცირედი ნაწილი იქნება აი ამ თემატიკის, რომელიც უკვე ვთქვი და კიდევ არის მესამე ნაწილი ასეთი, რომელიც ახალი რომანტიკული ურთიერთობის წინაშე გეხართ და ბავშვურად შეყვარებული გრძნობთ, აღმაფრენაში გრძნობთ თავს, ბავშვურად გული გიფართხალებთ, რაღაცა პეპლები დაგიფრინავთ, თასი გიჭირავთ, ადამიანი არის წარმოსახული თქვენ წინაშე. იგივე თქვენ ენერგიებშია ჟეზლის მეფე, ჟეზლის პაჟი, რომელიც არის ასევე ცეცხლოვანი, ძალიან იმპულსურად აღტკინებული თქვენი ემოციური ფონით და ეს ადამიანი ორ მხრივ ტაროზე გიკეთებთ გაშლას, მეორე მხრიდან არის ფენიქსივით აღდგომის რეჟიმში ახლებური ახალი ცეცხლი აქვს, თითქოს აი პირველად იგრძნო ეს ცეცხლი და ტემპერამენტი და ემოციური ესეთი ძალიან დიდი მიზიდულობა თქვენთან მიმართებაში, რასაც ჯერჯერობით მალავს, იმიტომ რომ ზურგს უკან აქვს მას ეს ცეცხლი, აი პირველად იგრძნო ფენიქსივით ეს ცეცხლი და
მიზიდულობა, ასე ვიტყოდი თქვენთან მიმართებაში, ჯერჯერობით გაჩვენებთ იწყებს ახლა ასე თქვათ მოქმედებას თქვენთან მიმართებაში ეს პიროვნება. თქვენ გრძნობთ, როგორც უკვე გითხარით, თავს ძალიან ემოციურად, ბავშვურად, ასაკთან შედარებით, რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, 70 წლისაც რო იყოთ, მაინც რაღაცნაირი პეპლები და ემოციური ფონი გაქვთ, სიყვარულს ასაკი არ აქვს, ამაზე შევთანხმდით. და ესეც ეჭვობის წინაშე ხართ, ანუ დაუჯეროთ აი ამ თქვენ ემოციურ ფონს, რომელიც რომელსაც შეყევხართ რაღაც ახალ ეტაპზე თქვენი ცხოვრების, თუ თავი შეიკავოთ და მაქსიმალურად დაელოდოთ, ასე ვთქვათ, აი დაბალანსებულად მე-14 მაღალი არკანით, რომელიც ანგელოზის კარტია, რაღაცნაირი მიიღოთ რჩევა თითქოს მაღალი ძალისგან, ეს ის არის თუ არ არის თქვენი ცხოვრების ადამიანი, რომელიც უნდა შემოუშვათ, ასე ვთქვათ, კარი გაუღოთ და მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში. ჯერჯერობით ანგელოზის მინიშნებები თქვენგან თუ ფიქრობთ, რომ შორია და არ გაძლევთ ანგელოზი ამ მინიშნებას, მიიღეთ სწორედ ეს გაშლა ახლა თქვენი ანგელოზის და მაღალი ძალების მინიშნებად, ვინაიდან სწორედ ამ გაშლას წააწყდით ახლა, თუ ჩემი გამომწერი ხართ, სავარაუდოდ ინფორმაცია მოგივიდოდათ, რომ ახალი ვიდეო აიტვირთა და თქვენზეა ეს გაშლა. მოკლედ იდენტიფიკაცია რამოდენიმე ნაირი ხალხის არის. ვფიქრობ, ყველა თქვენ საჭირო ინფორმაციას მიიღებთ ამ გაშლით და უყურეთ აუცილებლად ბოლომდე. გამიზიარეთ თქვენი კომენტარები, რამდენად ემთხვევა ხოლმეც. ყველას ვკითხულობ პირადში თუ კომენტარში, მინდა იცოდეთ. მხოლოდ გამარჯვებაზე კიდე პირადში ვერ გწერთ დროის მიხედვით, შეზღუდული ვარ დროში და თუ საქმე და პირადი გაშლა გენდამებათ, პირდაპირ საქმეზე მომწერეთ, ან მომწერეთ ტელეგრამში, სადაც ვაკეთებ პირად გაშლებს, ფასებს, დეტალებს გაგაცნობთ იქ. რა უნდა იცოდეთ, მოდი, თუ ხვდებით, რომ თქვენზეა ეს გაშლა. პირველ რიგში ის, რომ მარტოობის ეტაპი თქვენი ცხოვრების მე-9 მაღალი არკანით ძალიან ბრძენი ადამიანი ხარ თუ აჩვენებენ, მარტოობის ეტაპი, ასე ვთქვათ, რაღაცა ყუყზე მივიდა, ხედავთ უკვე გამოსავალი თითქოს რაღაცა თქვენ თავში გზა იპოვეთ, ხსნა იპოვეთ, არ ვიცი, ზოგიერთები შეიძლება მარხვაზე ხართ. მე-9 მაღალი არკანი ეს არის ძალიან ბრძენი ადამიანი მარტოსული, რომელიც ახლა გათვითცნობიერებულად მარტოობას ირჩევს და მეგობრების კონტაქტი იქნება ეს თუ საყვარელ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი და ძალიან ისეთ მით უმეტეს ფიზიკური კონტაქტი თავს იკავებს მარტოობაშია ბერივით არის თავის ასაკთან შედარებით ძალიან გამობრძენებულია ცხოვრებისგან ასე ვთქვათ 20 წლისაც რო იყოს ძალიან ბევრი რაღაც გადატანილი და ნანახი აქვს უკვე ცხოვრებაში აი ეს პერიოდი თითქოს უკვე რაღაცნაირად უკვე გადაიარეთ და გადაატარეთ ვინაიდან აი თუ წინიდან ეს კარტი არის ჯერ კიდევ წინ მიდის შიშით წარსული შეცდომების მხრივ აი ამ ფანრით რომ იგივე შეცდომაზე ფეხი არ დააბიჯოს და იგივენაირად არ შეეშალოს აქ უკვე გავლილი აქვს აქ უკვე უკნიდან ხედავთ რომ მაღალ ძალებს ფრინველებს ცხოველებს არ ვიცი უკვე შეუძლია რომ ლაღათ ესაუბროს და მიიღოს სამყაროსგან ყველა ეს მინიშნებები იქნება სიკეთეები იქნება რაც სიურპრიზად სამყაროს მოაქვს ყოველდღურად თქვენთვის ძალიან ბევრს გეღებათ ფინანსური კარები წარმატებაში ეს არის ცხრიან პენტაკლი რომელიც არის 64-ის ბაღი ძალიან რესურსულად იგრძნობთ თქვენ თავს ფინანსურ მხარეს მყარათ ასე ვთქვათ 64-ესავით არ ვიცი დაწინაურებას მიიღებთ რაღაც ნაწილი თუ პრემიის სახით მიიღებთ თუ რაღაცა მილინება შეიძლება მიიღოთ რამაც ფინანსური ასე ვთქვათ ნამატი გამოიწვიოს თქვენ ჯიბეზე ესეც წაგადგებათ კარგად და ყოველ შემთხვევაში თავს იგრძნობთ ძალიან რესურსულ ადამიანად აი ამ მოწყენილობიდან რომელიც ემოციური ფონი ძალიან დავარდნილი გქონდათ და დეპრესია გქონდათ ემოციური ფონი დატოვეთ ასე ვთქვათ და წახვედით აქედან თავს იგრძნობთ უკვე სიმყარეში სტაბილურობაში ეს არის განსაკუთრებით ემოციური სტაბილურობა თქვენი ფინანსური წარმატების მხრივ და უნდა იცოდეთ ის რომ შესაძლებელია შანსები არის იმისი რომ სწორედ იმ ადამიანის გამო ვის გამოც შეიძლება მარხვაში იყავით მარტოობაში იყავით და ადამიანებს არ იკარებდით ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება შესაძლებელია აღდგენა მოგთხოვოთ ურთიერთობის ფენიქსივით ხელახლა მისცემთ ამის შანს უკვე თუ არ მისცემთ ეს თქვენზეა დამოკიდებული კიდევ რა უნდა იცოდეთ მოვასწროთ
თქვენი კარმული პიროვნება, თქვენი ბედი მოდის თქვენ ცხოვრებაში, ეს არის მეექვსე მაღალი არკანი შეყვარებულები, რომელიც არის ცხოვრების სრულიად სხვა ეტაპი, ისე როგორც ცხოვრობდით დღემდე აღარ იცხოვრებთ, ამ ადამიანთან ერთად სულ სხვა კარები ცხოვრებისეული გეღებათ, კონფლიქტი საკუთარ თავში დაასრულეთ, ოჯახურ სტაბილურობამდე მიდის თქვენი წარმატება. გილოცავთ.